მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვიმყოფებით ლისზე და გადაღებას ვიწყებთ ეზოდან, რადგან მინდა დაგანახოთ თუ სად მდებარეობს არსებული კომპლექსი და რა პლუსები გააჩნია მას. როგორც ხედავთ, კადრში ჩანს და დრონის კადრებითაც გამოჩნდება, აქვეა დაახლოებით 500 მეტრში ბრიტანული აკადემია, არ ჩანს, მაგრამ აქვეა სკოლა მილენიუმიც, ლისის ტბაც აქვე არის, აქ რო ფეხი წამოყრა ლისის ტბაში ჩავარდები. დღეს განახებთ პირველი ბლოკის ბინებს, რომელშიც რემონტი თითქმის დასრულებულია და ყველა ბინას ცალ-ცალკე ვიდეოს სახით შემოგთავაზებთ. მინდა აღვნიშნო, რომ ბინების აბონირება გაკეთებულია და ასევე მინდა დავამატო, რომ მანქანის პარკირებაც არ არის გარესივრცეში რთული. ჯერჯერობით ამ პრობლემის წინაშე არ დავდგარვათ. მინდა დავიწყოთ ყველაზე პატარა ბინის გადაღება და ჩვენება. სანამ ბინას განახებთ, მინდა აღვნიშნო, რომ ბინის მოცულობა არის 35,5. როგორც ხედავთ, არის ერთი ოთახი, ერთი დიდი სივრცე არის, სადაც შესაძლებელი არის, რომ მაგალითად მაგ სივრცეში და ჩვენი ოპერატორი განახებთ, გაკეთდება და შესაძლებელია, რომ დამოუკიდდეს სამზარეულო, გვაქვს სველი, წერტილი, აქ შეიძლება რომ მოეწყოს საძინებელი და გაკეთდეს დეკორატიული ტიხარი, თავისუფლად მოთავსდება აქ უკვე დივანი, ტელევიზორი და ძალიან მყუდრო და მშვიდ გარემოს მოაწყობთ. რაც შეეხება საჩუქარს, ეს არის 17 კვადრატული ტერასა, ანუ პირადი ეზო. აქ შეიძლება ძალიან კარგი მოსაჯდომის სივრცე გაკეთდეს, ასევე დარგოთ მცენარეები პირდაპირ ეზოში და არ მოგიწიოთ ქოთნებით აქეთ-იქით სირბილი. ვიღაცა იტყვის, ეგრა საჩუქარია, მიწიდან გამომდინარე სხვა გზა არ ქონდათო, მაგრამ გეტყვით იმას, რომ მშენებელ შეეძლო მიწის ნაკვეთი ჩამოუჭრა, ანუ ტერასა გადაეკეთებინა აივნად და არსებული კვადრატულობა ღირებულებაში შეეყვანა. ეხლა გადავიდეთ მეორე ბინაში და სანამ მეორე ბინის სანახავად გადავალთ, მინდა ყურადღება გავამახვილო ღირებულებაზე. ვიდეოში არ ვიტყვი ამ ბინის ღირებულებას, განა იმიტომ რომ ვინმეს რამეს უმალავთ, არა, იმიტომ რომ გვაქვს აქციები, ყოველდღიურად იცვლება ბინის ღირებულება, იზრდება, ამიტომ უკვე გადაღებულ ვიდეოში ფასს ვერ დავაკორექტირებთ და ვერ ჩავწერთ ვიდეოს თავიდან. ამიტომ ჯამურდა კვადრატულ ღირებულებას დავწერთ ვიდეოს აღწერაში, რომელიც დაახლოებით ამ მონაკვეთში იქნება ზემოთ და სადაც გვიყურებთ ეხლა რომელ პლატფორმაზეც გვიყურებთ, აუცილებლად თავიდან ბოლომდე გაეცანით ვიდეოს აღწერას და დეტალებს, იმიტომ რომ ბევრი საინტერესო ინფორმაცია წერია იქაც. ეხლა გადავიდეთ და ვნახოთ მეორე ბინაც. რაც შეეხება მეორე ბინას, აქ გვაქვს 57 კვადრატული მეტრი, საკმაოდ კარგი მოცულობის შემოსასვლელი სივრცე, აქ შესაძლებელი არის რომ გაკეთდეს კარა და აქ კიდევ შესაძლებელი არის დამატებით დახურული სათავსო გაკეთდეს. გვაქვს საკმაოდ დიდი არა, ძალიან დიდი სველი წერტილი, გვაქვს ასევე ძალიან დიდი საძინებელი, იდეალური, ნახოთ ესეც შეიძლება, იდეალური ფორმის არის, სადაც საკარდერობეს სივრცე შეიძლება რომ ფაქტურად არ გადაიტიხროს და ოთახად გაკეთდეს საძინებელი კამოდები, ანუ იდეალური საძინებელი გამოდის ამ კვადრატულობაში. აქ გვაქვს სტუდიო ტიპის მისაღები, განლაგებაც იდეალური აქვს, ფორმაც იდეალური არის. აქედან გამომდინარე, სივრცე გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ბინა მოაწყოთ თქვენი გემოვნებით. რაც შეეხება საჩუქარს, აქაც გვხდება 17 კვადრატული ტერასა, მიწის ნაკვეთი და აქაც შეგიძლიათ ძალიან ლამაზად მოაწყოთ მოსაჯდომის სივრცე, გამწვანება და ასე შემდეგ. დღეისათვის სულ ეს იყო ამ ბინის გადაღება, ბინების გადაღება უბრალოდ დავასრულეთ. დანარჩენ ბინებს შემოგთავაზებთ შემდეგ ვიდეოებში. აქვე მინდა დავამატო, რომ არსებული კომპლექსი უკვე ჩაბარებულია, ანუ ექსპლუატაციაში მიღებულია, აბონირება როგორც აღვნიშნე უკვე გაკეთებულია. მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ მოხვიდეთ, შევარჩიოთ თქვენთვის სასურველი ბინა და დაგეხმაროთ მის შეძენაში. დღეისათვის სულ ეს იყო, მადლობა რომ დრო დავუწყეთ. ერთი თხოვნა მექნება რომ გამოიწეროთ ჩვენი არხები, სადაც გვიყურებთ, როგორც გვიყურებთ და ასევე დაგვიწეროთ კომენტარები, რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ და რა შეცვლით. მადლობა რომ გვიყურებთ, დაელოდეთ შემდეგ ვიდეოებს.